საინტერესო კითხვაა. პირველ რიგში ალბათ ერთი ის რომ ირჩევენ არასწორ ძაღლის ჯიშს თავიდანვე და შემდეგ ცდილობენ ამ ძაღლის ჯიშობრივი თვისებების ჩახშობას, რადგან არ შეესაბამება მათი ცხოვრების წესს. მეორე ალბათ ის რომ ძაღლებს ადამიანურებენ. ძაღლი არ არის ადამიანი, ძაღლი არის ცხოველი, ეს არის პრედატორი. ყავს ბელგიური ნაგაზი მალინოა თუ შპიცი, ერთი და იგივეა. არ უწესებენ ძაღლს საზღვრებს და ეს იმას არ ნიშნავს, რომ მაინც და მაინც რაღაცა სიმკაცრეზე მაქვს საუბარი, მაგრამ საზღვრები შეიძლება იყოს ის, რომ ძაღლი არ შვებოდეს სახლში, არის საქმე სახლში, შეიძლება იყოს ის, რომ არ ამოდიოდეს ლოგინზე, შეიძლება იყოს ის, რომ არ უყევდეს სტუმრებს, მაგრამ ის რაღაცები, რაც შემდგომში ადამიანს პატრონს გააღიზიანებს. ყველაზე მნიშვნელოვანი ალბათ, რასაც პირველ ადგილს დავაყენებდი, ის არის ის, რომ არ გადიან სოციალიზაციას. სოციალიზაცია არ მოისაზრებს წვრთნას. სოციალიზაცია არის ის თვისებები და ის უნარჩვევები, რასაც ჩვენს ძაღლებს უყალიბებთ იმისთვის, რომ გქონდეს კომფორტული თანაცხოვრება და რომ ძაღლები უსაფრთხოდ და კომფორტულად ცხოვრობდნენ სოციუმში. ამის შემდეგ ეს არის ბაზა, ამის შემდეგ უკვე ვიწყებთ წვრთნას. და 5 გაგეცინებათ ალბათ და გაიზრდება და დაჭკვიანდება. გაიზრდება და დადებილდება.